ჩვენ ახლა ვიმყოფებით რესტორან თავადურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არის საპარკინგო სივრცე მოწყობილი. ეს არის მუშტაიდის პარკის ტერიტორია და ჩვენს უკან მდებარე პარკინგს აკონტროლებს სწორედ რესტორნის კამერები. ჩვენი ინფორმაციით, ხარებას რაზმის წარმომადგენლების დიდი ნაწილი სწორედ აი აქ იყო დაბანაკებული გუშინ ღამით, იქამდე სანამ შეიჭრებოდნენ ფიტნეს ცენტრში და უბილავას ზებნას დაიწყებდნენ. აქედან ზუსტად 5 წუთის სავალზეა ფეხით, როდესაც მუშტაიდის ბაღს გაივლი, გადადიხარ პირდაპირ ბიზნეს ცენტრში და ჩვენი ინფორმაციით სწორედ აი აქედან მოხდა ამ ადამიანების გადასვლა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ამ ოპერაციას შავნიღბიანების შეჭრას სპორტ დარბაზში ხელმძღვანელობდა თავად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი. ამ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა net გაზეთი, რომლებსაც თვითმხილველები აწვდიან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოპერაციას სწორედ ხარება ხელმძღვანელობდა. ძალიან საინტერესო იქნებოდა, რომ გაეხსნათ კამერები და დაერწმუნებინათ თუნდაც ტელევიზიები იმაში, რომ ამ ტერიტორიაზე შავნიღბიანებისთვის არ მოუწყვიათ თავშესაფარი ამ რესტორნის თანამშრომლებს, თუმცა ჩვენ ჩავწერეთ რამდენიმე წუთის წინ ამ რესტორნის წარმომადგენელი, რომელიც გვეუბნება, რომ კამერებს გახსნის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსთხოვს, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კარლო კაციტაძის უწყებას გამოძიება დაწყებული არ აქვს და ფორმალურადაც კი არ მოუთხოვია მიმდებარე პერიმეტრზე კამერების ჩანაწერების ამოღება. პარკინგზე იყვნენ გუშინ ღამით დაბანაკებული მანქანებით. გაციეს. თუ გინდათ რომ გელაპარაკოთ, გაციეთ კამერას. კაი, გითხარით, თუ შეგიძლიათ რომ ინფორმაცია მოგცეთ. გაციეთ კამერა, ვერ გავიდი ახლა პატარა ბავშვი ხო არა. თქვენ პარკინგზე იყვნენ გუშინ დაბანაკებული ჩვენი ინფორმაციით ხარებას რაზმის ბიჭები და შეგიძლიათ რომ დაგვიდასტუროთ ეს ინფორმაცია? თქვენ 24 საათის განმავლობაში მუშაობთ? რომელ საათზე კეტავთ ხოლმე რესტორანს? რესტორანი მუშაობს ზოგადად 12 საათამდეა, მსგავსად 12 პირველი სახელამდე ალბათ. აი ზუსტად მაგ პერიოდში იყვნენ აქ უკვე მოსულები და არ შეგიძლიათ რომ გითხრათ? ანუ მე არ მინახია. არ გინახავთ. შეგიძლიათ რომ კამერები გადაამოწმოთ? ის საფუძველზე. რომ დავადასტუროთ ეს ადამიანები იყენებენ თუ არა თქვენს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით. თქვენი სტუმრები ხო იქ ჩერდებიან მანქანებით არა? მე კამერებს ვერ გაჩვენებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის გარეშე. პირველების კამერამ დღეს დააფიქსირა 112-ის ბალანსზე არსებული ათობით სათვალთვალო კამერა, რომელიც პირდაპირ უყურებს იმ ტერიტორიას, სადაც გუშინ იყვნენ დაბანაკებული ზვიად ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით შავრაზმელები, სანამ შეიჭრებოდნენ ფიტნეს ცენტრში და შესაბამისად ძალიან საინტერესოა, რატომ არ ხდება ამ კამერების გახსნა და რატომ არ იღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ გადაადგილდებოდა ამ დროს ტერიტორიაზე. ჩვენ გვიდასტურებენ სავაჭრო ობიექტების თანამშრომლები, რომ ერთი კვირის განმავლობაში მათ მიერ გადაღებული მასალა ინახება და შესაბამისად თუ კი გამოძიება დაინტერესდება, ძალიან მარტივად შეუძლიათ რომ დაადგინონ იმ ადამიანების ვინაობა, ვინც გუშინ შეიჭრა და ხალხი დაატერორა უბილავას ზებნის გამო და ასევე ვესაუბრეთ ადგილობრივებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ აქვთ ინფორმაცია, რომ გუშინ ღამით მუშტაიდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადავსებული იყო შავნიღბიანებით, შავი მანქანებით, თუმცა მათთან გამოსაკითხად პოლიცია არც გუშინ და არც დღეს არ მისულა. კამერები არის, როგორც ხედავთ თქვენს ობიექტზე. კი ბატონო. მუშაობს ხო ჩვეულებრივ ეს კამერები? ხომ არ მოსულა რომელიმე საგამოძიებო უწყება დღეს ან გუშინ ღამე რომ ამოეღოთ თქვენი კამერები? არც დაკავშირებიათ გამომძიებელი ტელეფონით? არაფერი მსგავსი კომუნიკაცია არ გვაქვს. ფოტოც გავრცელდა სხვათა შორის რომ აი ზუსტად თქვენს წინ, ანუ აი მუზეუმთან ბევრი ხალხი იყო რომ მოვედი დიდი დღიდან. მეტი არაფერი არ ვიცი ნამდვილად. და ვინ ხალხი იყო? არ ვიცი. ძალიან ბევრი ხალხი იყო მეზოლება. ნიღბიანები იყვნენო? ამდენი აღარ ვიცი. პოლიცია ხომ არ მოსულა თქვენთან ამის კითხვა გვინდა? რაზე დედა? აი ხომ არ უკითხავთ უშინდელ ინციდენტზე რა იმას? არავინ არ მოსულა. შინჯიკაშვილის და ხარებას დაპირისპირება გრძელდება. რამდენიმე თვის წინ რესტორანში დააწყებული დაპირისპირება, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთმანეთს, ეს ორი არაფორმალური დაჯგუფების წევრები, როგორც ჩანს, ვერ შედგა შეთანხმება ამ ფაქტთან დაკავშირებით, იყო ზავი დადებული, თუმცა ესეც ფორმალური აღმოჩნდა. ამიტომ ახლა შინჯიკაშვილის დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს უბილავას მთელი ქალაქის მასშტაბით ეძებენ შავნიღბიანი პირები, რომ მას კიდევ გაუსწორდნენ.